ეს ტიტანის გულია, ხელოვნური ორგანო, რომელიც რამდენიმე ადამიანს უკვე წარმატებით გადაუნერგეს. ორგანო მინიატურული ტუმბოებისა და სენსორებისგან შედგება, რომლებიც ზუსტად იმეორებს გულის რიტმს, სისხლის წნევასა და ცირკულაციას. ტიტანი სუპერმტკიცეა, არიჟანგება და ადამიანის ორგანიზმთან მარტივად შეთავსებადია. ბუნებრივი გულის ამოღების შემდეგ მოწყობილობა ამ ნაწილით მიეკერება დარჩენილ ნაწილს. მილები კი სისწრაფვებს. ხელოვნურ ორგანოს იმ პაციენტებს უნერგავენ, რომლებსაც დონორები არ ჰყავთ. 35 წლის მასწავლებელი ერთ-ერთი მათგანია, მას გულის გადანერგვა სასწრაფოდ სჭირდებოდა. ის ნამდვილად იმაზე ბევრად უფრო მძიმე იყო, ვიდრე ჩემი გული. თანაც მენტალურად ვიცოდი, რომ გული აღარ მქონდა და მის ნაცვლად კერში მბზინავი მოწყობილობა ჩამიდგეს, რომელმაც ჩემი სიცოცხლე გადაარჩინა. აღმოჩნდა, რომ დედამიწის უდიდესი ოკეანე არ ამის ზედაპირზე, არამედ მიწის ქვეშაა. მეცნიერებმა 700 კილომეტრის სიღრმეში აღმოაჩინეს იმაზე მეტი წყალი, ვიდრე დედამიწის ყველა ზღვაში და ოკეანეში ერთადაა. ქანებში განლაგებულ მინერალებს, რომლებიც გამყარებულ წყალს შეიცავს რინგლუტიდი ჰქვია. ამ აღმოჩენის შემდეგ გაჩნდა ახალი თეორიაც. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ღრმა ოკეანიდან ამოვიდა ზედაპირზე ის წყალი, რომელმაც ზღვები და სიცოცხლე შექმნა. ეროვნული პარკები, გიგანტური ბრუნვადი კოლონიები, ცილინდრის ფორმის ქალაქები, რომლებშიც მილიონობით ადამიანი ცხოვრობს, ხელოვნურ გრავიტაციაში, მზის სინათლით, მწვანე ბუნებით და მუდამ კარგი ამინდით. ასე ხედავს ჯეფ ბეზოსი კაცობრიობის მომავალს კოსმოსში. ამაზონის დამფუძნებელმა 2000 წელს დააარსა კომპანია Blue Origin, რომლის მიზანიც კაცობრიობის გრძელვადიანი გადარჩენაა. ბეზოსის აზრით, ერთ დღეს დედამიწა ვეღარ გაუძლებს ადამიანების ენერგიულ და ინდუსტრიულ ტემპს. ამიტომ მისი აზრით ადამიანებმა საქმიანობა კოსმოსში უნდა გადავიტანოთ. Those entrepreneurial companies cannot exist today. ამ ყველაფრის დღესვე განხორციელება შეუძლებელია. კოსმოსში გაღწევის და იქ საინტერესო პროცესების დაწყების ფასი კოლოსალურად მაღალია, რადგან იქ ინფრასტრუქტურა არ არის. There's no infrastructure. ჯეფ ბეზოსი კოსმიური ცხოვრების დაწყებას მთვარიდან აპირებს, სადაც ყინული, ანუ პოტენციური წყლის რესურსია. Water. წყალი ძალიან ღირებული რესურსია. შესაძლებელია ელექტროლიზის გამოყენებით ის წყალბადად და ჟანგბადად დაიშალოს. In space. Blue Origin 3 ტიპის ტექნოლოგიაზე მუშაობს. რაკეტაზე, რომელიც მძიმე ტვირთს კოსმოსში წაიღებს, მთვარის ლენდერზე და ორბიტალურ რიფზე. ერთგვარ კოსმოსურ სადგურზე, რომელიც უახლოეს 5 წელში უნდა აშენდეს. პაბლო პიკასოს ქალი ყვავილებიანი ქუდით პარიზში აუქციონზე 22 მილიონ ევროდ გაიყიდა. პიკასოს მიერ დახატული პორტრეტი 80 წელი კერძო კოლექციაში ინახებოდა, ის საჯაროდ მხოლოდ წელს გამოიტანეს. პორტრეტზე გამოსახული ქალი პიკასოს მუზა, მხატვარი და ფოტოგრაფი დორა მარია, რომელიც ხელოვანმა მეორე მსოფლიო ომის დროს ოკუპირებულ პარიზში დახატა. ხელოვნების კრიტიკოსებმა პორტრეტი შეაფასეს როგორც პიკასოს ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ნამუშევარი. დორა გამოსახულია მკვეთრი, გატეხილი ფორმებით. მისი სახე თითქოს ორ ნაწილად იყოფა. ერთი მხარე მშვიდია, მეორე კი სევდიანი და დაძაბული. ეს ნახატი მათი სიყვარულის ისტორიის პატარა ნაწილია. ის ამ ამბის დასასრულსაა დახატული. დორას თვალები სრემლიანია, რადგან მან იცის, რომ პიკასო მიატოვებს. სწორედ ეს ხდის ამ ნახატს განსაკუთრებულს. ის ყვება სიყვარულის ამბავს პიკასოს უამრავ ისტორიას შორის.